ახლო აღმოსავლეთი კვლავ ცეცხლში. ირანმა პირველად მას შემდეგ, რაც აპრილში შეერთებულ შტატებთან ზავი გამოცხადდა, მასიურად შეუტია ისრაელს რაკეტებით. კერძოდ, ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. ისრაელში მაშინვე განაცხადეს, რომ ამ ღამით ირანი უნდა იწოდეს და მიანიშნეს საპასუხო შეტევაზე ირანის წინააღმდეგ. მაგრამ სიტუაციაში მაშინვე ჩაერია დონალდ ტრამპი და ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო ორივე მხარის დაყოლიება და მუდარა რომ გაჩერებულიყვნენ და არ ესროათ. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა მოლაპარაკებებზე დაბრუნებულიყო და განაცხადა, რომ თითქოს ორ შაბათს უნდა მოეწერათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე, მაგრამ აი ესეთი რამ მოხდა. და ამის შემდეგ დაურეკა ნეთანიაჰუს, რათა დაერწმუნებინა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომ არ დაესხათ ირანს. მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა ვინმეს ჯერა ირანის სიტყვებს. დონალდ ტრამპის და ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის სირიამ და ერაყმა სასწრაფოდ დახურეს თავიანთი საჰაერო სივრცე ისრაელის მხრიდან მასიური თავდასხმის მოლოდინში. მაგრამ ასე უნდა ავინიშნოს, რომ დღეს ადრე ისრაელმა მაინც შეუტია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს, რითაც რისკავდა ირანის საპასუხო დარტყმას. და სწორედ ამ ეტაპზე ტრამპი სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა ასეთ თავდასხმას. მაგრამ აქ უკვე აშკარა ხდება, რომ დონალდ ტრამპის საჯარო მოწოდებები ნეიტრალიზაციისკენ. ნეთანიაჰუს არავითარ შემთხვევაში არ დაესხას ირანს საპასუხოდ. ეს კიდევ ერთი საჯარო თამაშია, ან თამაში საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ უკვე ჩნდება ინფორმაციის გაჟონვა იმის შესახებ, რომ რეალურად ეხლა აშშ მოუწოდებს შეაჩერო ნებისმიერი საპასუხო დარტყმა ირანზე, რათა მოლაპარაკებად შანსი მიეცეს. თუ ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას აშშ-თან, მაშინ ისრაელი იღებს მწვანე შუქს. ამერიკელები ერთვებიან და ომი განახდება. მაგრამ მოდით ახლა ყველაფერი ფინანსურად განვიხილოთ. პუნქტებად დავყოთ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე დღეს 7 ივნისს ირანმა გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით. ეს გახდა ირანის პირველი პირდაპირი სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. როგორც მივხვდით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ ესკალაციას და ემუქრება ამერიკა-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას და ომის განახლებას, რადგან ისრაელი აპირებს უპასუხოს ირანის თავდასხმას. ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის ირანის სახელმწიფო მედია იტყობინებოდა მესამე ტალღის რაკეტების გაშვების შესახებ. ამასთან ირანის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ სამიზნედ ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ავიაბაზა რამათ დავიდი იქცა. ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები ისრაელისთვის გაფრთხილებას წარმოადგენდა და დაემუქრა უფრო მასშტაბური შეტევებით მთელ რეგიონში, თუ ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება. ამასობაში ირანის ქუჩებში, განსაკუთრებით კი ირანის დედაქალაქ თეირანში, რეჟიმის მხარდამჭერები გამოვიდნენ ისრაელზე დარტყმების ისახსანიშნავად. და ირანის უზენაესი ლიდერი სამხედრო მრჩეველმა მაჯდაბა ხამენეის რეზაიმ დღეს შემდეგი განაცხადა, ციტატა: ისლამურმა რესპუბლიკა ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და ლიბანის წინააღმდეგ აგრესიას არ მოითმეს. დღეს საღამოს აგრესორებმა თავიანთი პასუხი მიიღეს. ეს პასუხი გაფრთხილებაა, რომ შეწყვიტონ თავიანთი ბოროტება. ნებისმიერი ახალი ქმედება კიდევ უფრო გამანადგურებელ პასუხს და მძიმე შედეგებს მიიღებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ჩრდილოეთში ჩაერთო სირენები ირანიდან 4 რაკეტის გაშვების გამო. თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იმუშავეს და საფრთხე აღკვეთეს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ყველა რაკეტა გადაჭერილია. და ამის შემდეგ ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებმა ისრაელის 12 არხის ეთერში განაცხადეს, რომ ქვეყანა მტკიცედ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმებს. გავრცელდა ისეთი განცხადებებიც, როგორიცაა ირანი ამ ღამით უნდა იწოდეს. მათი თქმით, ისრაელი ვერ დაუშვებს ისეთ ბალანსს, სადაც ირანი ისრაელს ესვრის, პასუხად ისრაელის დათმებზე ჰეზბოლაზე ლიბანში. თითქოს ეს ორი სხვადასხვა ისტორია.
ოფიციალური გადაწყვეტილება პასუხის შესახებ ამ გამოშვების ჩაწევის მომენტისთვის არ არსებობს და მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მაღალი თანამდებობის პირები მალე ჩაატარებენ უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებას და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას უპასუხონ თუ არა. მაგრამ სიტუაციაში მაშინვე ჩაერია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დაიწყო რეალურად მხარეების დარწმუნება, რომ არ ესროლათ. ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა მაშინვე განაცხადა, ციტატა: ეს უდაოდ მოლაპარაკებებს არ დაეხმარება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. მე ვითხოვდი, რომ ის ხელმოწერილი იქნება 2 შაბათს, 3 შაბათს ან 4 შაბათს მომავალ კვირაში. და აი ეს ხდება. რატო? ქემის რჩევა ირანს. თქვენ გაუშვით რაკეტები, თქვენ უპასუხეთ. ეს საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება. მალევე ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმა არ იქნება, რადგან ახლა ის რეკავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და მოუწოდებს მას არ მიიღოს საპასუხო ზომები ირანის სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ. და კიდევ ერთხელ, გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი გრძელდება. მაგრამ საინტერესოა ის, რომ აშშ-ში აჩერებს ხვალისთვის, ორშაბათისთვის, საელჩოსა და საკონსულო განყოფილებების მუშაობას იერუსალიმსა და თელ-ავივში. აშშ საელჩომ ასევე გასცა განკარგულება, რომ ამერიკული სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები ისრაელში დარჩნენ თავშესაფრებში და მზად იყვნენ დაუყოვნებლივ გადავიდნენ დაცულ სივრცეში წითელი განგაშის სიგნალის შემთხვევაში. ანუ, როგორც ჩანს, რაღაც მაინც ხდება. რაღაც მაინც მოსალოდნელია. კვირა საღამოს თავად ისრაელის მთავრობამაც გამოაცხადა, რომ 2 შაბათს ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურება. ისრაელის საშინაო ფრონტის სარდლობამაც გაცა მითითება მოსახლეობისთვის, რომ დარჩნენ თავშესაფრებთან ახლოს და დაემორჩილონ ნებისმიერ შემდგომ მითითებას, რაც დაკავშირებულია ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის შესაძლო სერიოზულ ესკალაციასთან. ამავე დროს აქ უნდა გავითვალისწინოთ მოვლენების ქრონოლოგია, რადგან დღეს კვირაა. ახლო აღმოსავლეთში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. საქმე იმაშია, რომ ისრაელმა კვირას დარტყმა მიაყენა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებს, როგორც პასუხი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე ჰიზბალას მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. გასულ კვირას ირანმა დაემუქრა ისრაელს სარაკეტო დარტყმით, თუ ის ბეირუთს, ლიბანის დედაქალაქს დაარტყამდა. ამ დროს აშშ-მ მხარი დაუჭირა ისრაელის თვითდაცვის უფლებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამოცემა აქსიოს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ძალები მზად არიან თავდაცვისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი შეასრულებს თავის მუქარას და ახალ თავდასხმებს დაიწყებს. ეხლა უკვე ახალი თავდასხმები მოხდა, მაგრამ აშშ-ის არმია ჯერჯერობით არ მოქმედებს. და რაც თავარია, როგორც ნეთანიაჰუს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისრაელმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბეირუთზე დღევანდელი დარტყმის განხორციელებამდე გააფრთხილა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა ჰეზბოლას მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე გაშვებული რაკეტების პასუხად. ისრაელის დარტყმა განხორციელდა ჰეზბოლას სადლობის ცენტრზე დაჰიეში. ეს ბეირუთის შიიტური რაიონია, რომელიც ჰეზბოლას ციხესიმაგრედ არის ცნობილი. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან უკვე გადააფიქრებინა ნეთანიაჰუს ბეირუთზე თავდასხმა. მაგრამ ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთზე მიმდინარე თავდაცვითი შეტევები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევს, რაც ისრაელს სრულ უფლებას აძლევს ბეირუთზე დარტყმები განახორციელოს. გარდა ამისა, ისრაელმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბეირუთზე დარტყმებს ყოველ ჯერზე, როცა ჰეზბოლა ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმას განახორციელებს. და ამ სიტუაციაში ტრამპი დუმილს ინარჩუნებდა. თუ გახსოვთ ის სკანდალი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის, რომელიც ამ კვირაში გაჩაღდა, რომლის დროსაც ტრამპი ნეთანიაჰუს შეშლილად მოიხსენიებდა, ეს სკანდალი სწორედ ბეირუთზე თავდასხმას უკავშირდებოდა. ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ისრაელის ვალდებულებას არ დაესხას ბეირუთს იმ შემთხვევაში, თუ ჰიზბალა შეწყვეტდა თავდასხმებს ისრაელის საზღვრისპირა ქალაქებზე. უკვე 4 შაბათს ისრაელმა და ლიბანმა მიაღწიეს სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას, იმ პირობით, რომ ჰიზბალა შეწყვეტდა თავდასხმებს და გაიყვანდა თავის მებრძოლებს ლიტანის დინარის სამხრეთით მდებარე რაიონიდან ლიბანში. მაგრამ უკვე 5 შაბათს ჰიზბალამ უარი თქვა შეთავაზებულ პირობებზე და უნდა გავიგოთ, რომ ჰიზბალას თანხმობის გარეშე ზავი მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. და დღეს ჰიზბალა ესმის თავს ისრაელს, ისრაელის საპასუხოდ ესმის თავს ბეირუთს, ლიბანში, ხოლო ირანი ლიბანზე თავდასხმის პასუხად ესმის თავს ისრაელს. და ამ ყველაფერში დონალდ ტრამპი მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.
შედეგად ისრაელმა განაცხადა, რომ გააძლიერებს დარტყმებს ჰიზბალაზე ლიბანში, ირანის სარაკეტო გასროლებზე პასუხად. ახლა კი იუწყებიან, რომ აშშ-მ მოუწოდა ისრაელს რამდენიმე დრით გადადოს დარტყმები ირანზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. იუწყებიან, რომ აშშ-მ გადასცა ისრაელს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა დარტყმის რამდენიმე დრით გადადება, რათა შეფასდეს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში მხარეები შეძლებენ გადავიდნენ ადრე შეთანხმებულ ერთობლივ ქმედებებზე, იმის ნაცვლად, რომ ეს ვარიანტი დახარჯონ შეზღუდულ დარტყმათა გაცვლაზე. აქ წერტილს დავშალ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბუმულებზე და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები